თუ ყოველდღე სოკოს შეჭამ, ამან გარკვეული დადებითი ეფექტები შეიძლება მოიტანოს, მაგრამ არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რაც გასათვალისწინებელია. მოდი ვნახოთ, რა შეიცვლება ორგანიზმში. დადებითი ეფექტები: უმჯობესდება იმუნური სისტემა. სოკოებში არის ბეტა-გლუკანები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ რეაქციას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბალი კალორიულობა, მაღალი კვებითი ღირებულება. სოკოები დაბალკალორიულია, მაგრამ შეიცავს ვიტამინებს, მაგ, დ, ბ ჯგუფი, მინერალებს, მაგ, სელენი, კალიუმი და ანტიოქსიდანტებს. კარგია გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ზოგიერთი სოკო მაგ. შიტაკე ამცირებს ქოლესტერინს და აწესრიგებს წნევას, შეიცავს ბოჭკოებს, საჭმლის ბოჭკოები აუმჯობესებს მონელებას და ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. შეიძლება დაეხმაროს წონის კონტროლში, დაბალი კალორიების და დიდი რაოდენობით წყლისა და ბოჭკოების შემცველობის გამო. სოკო გრძნობს დანაკრებას, რისკები და სიფრთხილის ზომები. მნიშვნელოვანია სოკოს ტიპი, მხოლოდ სანდოდ მოპოვებული ან მაღაზიაში ნაყიდი სოკოები ჭამე. გარეულ სოკოებში შესაძლოა იყოს შხამიანი სახეობები, ზედმეტი რაოდენობა, არასასურველია, ზოგი სოკო რთულად მოსანელებელია. ყოველდღე დიდი რაოდენობით სოკოს მიღება შეიძლება დაატვირთოს კუჭ-ნაწლავის სისტემა. ალერგიული რეაქციები იშვიათია, მაგრამ ზოგს სოკოზე ალერგია აქვს. ზედმეტი ნატრიუმი დამუშავებულ სოკოებში, დაკონსერვებულ ან მარილში დაძველებულ სოკოებში მაღალია ნატრიუმის შემცველობა. თუ ყოველდღე ჭამ სუფთას სანდო და სწორად მომზადებულ სოკოს ზომიერად, ეს შეიძლება დადებითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. საკვებად მიიჩნევა შამპინიონი, ოისტერი, პორტობელო, შიტაკე, მაიტაკე და სხვა სუპერმარკეტში შეძენილი სახეობები. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.